მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ახსენებთ ახლა და თქვენი გუნდის ლიდერად მიიჩნევა, საუბრობს თავის ერთ-ერთ ბოლო სტატუსში საუბრობს გაყიდულებზე ოპოზიციაში. ცოტა უცნაური რაღაცა თქვით, მიიჩნევა ჩვენს ლიდერად რას ნიშნავს? კი ბატონო, თქვენ იცით ალბათ ხომ, რომ ოფიციალურად თავმჯდომარე ვერ არის იმ მოქალაქეობის თემიდან გამომდინარე მიიჩნევა მიხეილ სააკაშვილი. მიიჩნევა მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერად, ეს ფრაზა პირველად გავიგონე. ნუ კარგით, ეს თქვენ ასე გინდათ რომ თქვათ. არა, ლიდერია, კი ბატონო, უბრალოდ თქო. ბატონ გიორგი, ნახეთ, მთელი კანონებით და მოქალაქეობის თემით და ასე შემდეგ, მას პირდაპირ პარტიასთან, ეს ვთქვათ, ოფიციალური ბმა, ლეგალური აკრძალული აქვს და ის მიიჩნევა და არის ამ პარტიის ლიდერიც და დამფუძნებელიც, ამას ხომ არ უარყოფ, კი ბატონო. ხო და უცნაურად გამოგივიდა თქო, მიიჩნევა რას ნიშნავს თქო, ეხლა ეს ვიღაცას იმ რა ქვია, კობახიძეს რო ეთქვა, კიდე არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ნუ კი ბატონო, ლიდერია ნამდვილად არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დამფუძნებელი ნამდვილად, კი ბატონო. კარგით. უბრალოდ ოფიციალურად თავმჯდომარე ვერ არის თქო ამ წესიდან გამომდინარე. ეგ ყველა მიცის, ხალბატონო დიანა და თავმჯდომარეა თქო, ხო არ მithქვა, ჩვენი ლიდერია თქო და შესაბამისად თავარი ლიდერია, შესაბამისად ეხლა მიიჩნევა, ცოტა უხერხული ნათქვამი იყო თქვენი მხრიდან თქო, მაგას ვამბობ, მაგრამ კარგით, ეგ არ არის ლიდერი, არის ნამდვილად ყველაფერია ნაციონალური მოძრაობა. პრეზიდენტ სააკაშვილის არა, კარგინდათ ეს ირონიზირება. არა, მართლა გეუბნებით, ბატონ გიორგი, საერთოდ არ ვილაპარაკოთ ეხლა. ამისთვის თუ მომიწვიეთ, რომ ეხლა რაღაცა მასხათ აიგდოთ ეხლა მიხეილ სააკაშვილი და ჩვენი ურთიერთობა, ეგ ხო არის, არ გამოგივათ ეს უბრალოდ. არა თუ ვიგდებ, უბრალოდ გამოვასწორე ის რა გინდათ ეხლა ეს რაღაცები. კი ბატონო. რა გინდათ ეხლა ეს რაღაცები, ხო?